დიდი ღუმში ავტომობილის ქუჩაზე გაზის გაჟონით გამოწვეული აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დები და ერთ-ერთი დაღუპულის მცირეწლოვანი ვაჟი ქაშეთის ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით გაგრძელდა, სადაც დაღუპულები დაკრძალეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქა უდიდესმა და უნეტარესმა ელია მეორე მაღავლინა. ქაშეთის ტაძარში იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მერიის და საკრებულოს მაღალ ჩინოსნებთან ერთად. მე და ნათი 10 წელს მუშაობდით. საოცრად ძალიან ახალგაზრდა მოვიდა ის სკოლაში. ძალიან კარგი, პასუხისგებლობის გრძნობით სავსე ადამიანი. მოსწავლებს ის ძალიან უყვარდა და რა თქმა უნდა პედ კოლექტივსაც. ძალიან დიდი ტკივილია ეს ჩვენთვის ყველასთვის. მინდა კიდევ ერთხელ მივსამძრო გარდაცვლილების ოჯახებს, ნამდვილად უდიდესი ტრაგედია არა მარტო ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისათვის. მე მინდა და ჩვენი ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს და ჩვენ დედაქალაქით მუნიციპალიტეტს ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმალურამდე მოხდეს მსგავსი შემთხვევები.